არც ისე მძიმეა. ჩავარდა. ახლა მეორე გვინდა. მეორეც არის. ვაუ, მესამეც არის. ესე იგი, ამ ხელსაწყოს დახმარებით ხილი მართლა ძალიან მარტივად იკრიფება. როგორც თქვენ ხედავთ, ეს გიდელი არ არის, იმიტომ რომ გიდელი აი ასე გამოიყურება. არც გოდორი არ არის, იმიტომ რომ გოდორი უფრო დიდია ზომაში და არც კალათა არ არის. თუ რა ქვია ამ ხილის დასაკრებ ხელსაწყოს და რა ისტორია გააჩნია მას, ამას გავიგებთ ოსტატისგან, რომელმაც ეს დაამზადა. იმედია შვილები ჩამოვალ. აბარესა. როგორ გამომივიდა? კარგად გამოგივიდათ და დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ ნაჩიც გეტყვიათ. გეტყვით ჩემი სოფლელები, რომ დაეხმაროთ ვაშლის დაკრეფაში. ძალიან შვენია. ბაბუაჩემიდან გამომდინარე და მეზობელი ბაბუებისაგან გამომდინარე, ვიცი, რომ სადღაც 400-500 წლის ისტორია გააჩნია ამ ხელსაწყოს. ალბათ ძველებმა დაჯდნენ და იფიქრენ, თუ როგორ დაეკრიფათ მარტივად და კარგად ეფექტურად ხილი ამისათვის გამოიგონეს ესეთი ხელსაწყო, რომელსაც ქვია ჩვენთან ნამდვილი სახელი ორხაპო. ორი განყოფილებისაგან შედგება ხელსაწყო ორხაპო, ანუ წინა კბილები და უკანა კბილები. რა თქმა უნდა, ორივე განყოფილება გამოიყენება ხილის დასაკრეფად. ძირითადად მზადდება ეს პანტად ხილისაგან, ესე რომ თქვა, ანუ ტარი სადღაც 2-3 მეტრამდე. ამ შემთხვევაში უადვილდება მკრეფავს, რომ დაკრიფოს ნორმალურად და ეფექტურად. იყენებენ შენთან სოფელში ამას მასიურად თუ მხოლოდ შენ გამოიყენებ? ჩვენი სოფელი, რა თქმა უნდა, ამის გარეშე შეუძლებელია ხეხილის დაკრეფა. როგორც ჩვენ ვიცით, გორში, კახეთში დაბალი ხეები ხარობს. ჩვენთან როგორც შუახევში, ხულოში, ქედაში მაღალი ხეები არის. ამ შემთხვევაში შეუძლებელია, რომ ხელით დაკრეფა მოხდეს ამ ხეხილისა. სოფელ უჩხეთში კი, რა თქმა უნდა. უჩხო არის, ხო, უჩხო. უჩხეთი. საინტერესოა სახელწოდება რატო? გეტყვით მაგ სანუ სამ ქედზეა განაწილებული, მიხვდით? კოპლაცი ქედი, შუა ქედი. სამთან არის, მიხვდით? მე მგონი დროა უკვე შენი სხვა ნაკეთობებებიც ვნახოთ, ხო? კი. ხის ნაკეთობები. კი, რა თქმა უნდა. ვაშლი ხომ ერგება ჩემი? რა თქმა უნდა, კი, თქვენ და. მაშინ წავედით. შინიცო ვაშლებია? არა პრობლემა. ვინმე ბიზნესმენმა რომ დაინტერესდეს, ხო? ამის პლასტმასის ჩამოსმა რომ მოხერხდეს, ესეთი რაღაცა. რა მაგარი რაღაცა იქნება. შენ ახლა ფაქტობრივად საქართველოს არა, მაგარი რაღაცა იქნება. ამაზეც თქვენი იმუშავეთ ამაზე, მიხვდით? მაინტერესებს. ანუ ეს ყველაფერი აბსოლუტურად შენი მამულია. კი, რა თქმა უნდა. აქედან გადავდის იქით. ხო. რაც შეეხებოდა წიფლის ხეებს, წიფლის ხეების ნარგავებია. ანუ მეწყვილ საშიშო ზონა რომ არ ყოფილიყო, ბაბუაჩემმა დარგვეთ წიფლის ხეები, მიხვდით? ხო და წყერისგან იცავდეს წიფლის. რა თქმა უნდა, კი, რა თქმა უნდა. რაც შეეხება შენ საქმიანობას, რესან როდის დაიწყე და როდის გასაგებია რომ 12 წელს არ შექონა პირველად შეხება უშუალოდ ხილის ხესთან, მაგრამ აი შენი ხის ჯამჭურჭლის მომზადება როდის დაიწყე? სადღაც პანდემიის პერიოდში. როგორც მოგვესწრება, საზღვრებით ჩაიკეტა, ამის გამო სამუშაო ადგილებიც დაკარგა ხალხმა, ესე რომ ვთქვათ, საზღვარგარეთ ვინც მუშაობდა. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე თუ რა გამეკეთებია, ისეთი რამე რომ ფული გამომიმუშავებია, ოჯახსაც დავხმარებოდი და რა ვიცი, ისეთი რაღაცა გამეკეთებია რომ სამომავლოდ კარგი იქნებოდა ჩემთვის. ანუ იფიქრე და ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე რომ ბაბუაჩემის მიერ დანატოვარ, დაზგა დანადგარებს მიმეხედა, აქედან გამომდინარე მომივიდა იდეა რომ დამემზადებია სამზარეულოს ჭურჭლები. აქ საზღვარგარეთაც შესაძლებელი არის რომ ჩემი ჭურჭლები გავიდეს. არ შეიძლება ერთ გობზე იმუშაო მთელი წლის განმავლობაში, ხო? ან მთელი ცხოვრება. ამაში აუცილებელია რომ მეტი წინსულა გააკეთო ამ საქმეში, მეტი ფანტაზია ჩადო და მეტი რამე კარგი გამოვიდეს ამ სფეროში. მე მგონი დროა დავათვალიეროთ ეს ჯამჭურჭელი, ხო? კი, რა თქმა უნდა, მოგწამდით. სხვადასხვა ნივთებზე მიწევს მუშაობა, შეკვეთიდან გამომდინარე თუ რას შემიკვეთავს ადამიანი, ანუ მომხმარებელი, მაგრამ ძირითადად უფრო მეტად გობებზე, სასალათე ჭურჭლებზე და ესეთ რაღაცეებზე მიწევს მუშაობა. ზეითუნის ზეთს შეუძლია წყალი შეაკავოს ხეში შესვლისაგან.
და ამ შემთხვევაში დაცული არის დამატებით რაღაცა სუნისაგან და ესეთი უხარისხო, შემდეგ უხარისხო რო არ გახდეს ჭურჭელი. ამ შემთხვევაში იცავს ზეითუნისეთი. სარგებლობის შემდეგ, რა თქმა უნდა გაირეცხოს, ხო? აქედან გამომდინარე, აუცილებელი არის, ანუ ყურადღება რაზე გავამახვილოთ. აუცილებელი არის ზედაპირის გამოშრობა და შემდეგ ხელმეორედ ზეითუნისეთის დამუშავება. ძალიან მინდა რომ დავრჩე სოფელში, ამას გულწრფელად ვამბობ. ამისათვის აუცილებელი არის ჩემი საქმიანობას, ანუ წინსვლა კონდეს. მე მინდა რომ ჩემმა მეზობელმაც სარგებელი ნახოს, ჩემმა სოფელმაც სარგებელი ნახოს, ქედამაც სარგებელი ნახოს და არა მარტო ქედამ, აჭარამ და მთლიანად საქართველოს. და მე ვპირდები, მთლიანად საქართველოს ვპირდები, რომ ამ საქმეს თუ წარმატებული გაგრძელება ექნება, ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო იქნება საქართველოს, რომელიც დამზადების მხრივ პირველი იქნება, პირველი თუ არა მეორე ხო იქნება მაინც მსოფლიოში, რომელიც აწარმოებს ხის ნაწარმს. აი ესე გულწრფელად ადამიანს ესე სურდეს დარჩეს იმ ადგილს დაიბადა და გაიზარდა და ესე ფართოდ აწარმოებს თავის საქმიანობა, რა ვიცი მე პირველად შემხვდა. ეს ნამდვილად საამარო. ძვირფას მადლობა გულწრფელობისათვის, ასე მობრძანებისთვის და მინდა რომ გულწრფელი მადლობა გადაუხადოთ თქვენს გადაცემას და მთლიანად აჭარის ტელევიზიასაც.